ეკონომიკური ზრდის საკვანძო სექტორები და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები კერძო სექტორისთვის. ეს იყო თქვენი, ასე ვთქვათ, მოხსენების თემა კარეკის ბიზნეს ფორუმზე. აქ იყავით უკვე წარმოდგენილი PMCG-ის სახელით. რა იყო თქვენი მოხსენების მთავარი გზავნილი? ამით დავიწყოთ. ჩემი მთავარი აქცენტი იყო სამი. ერთი ის, რომ მესაუბრა იმ რამდენიმე სექტორზე, რომელზეც ფიქრობ, რომ ყირგიზეთს აქვს საინტერესო პერსპექტივა და არა მარტო ყირგიზეთს, მთლიანად რეგიონს. და პატარა შეფასება გავაკეთე და გარკვეული ფაქტებით ვესაუბრე, რომ ელექტრონული კომერცია არის საინტერესო სექტორი, რომელიც უახლოეს წლებში ალბათ სამჯერ გაიზრდება მინიმუმ ყირგიზეთში და ასევე მეზობლებთან. და მეორე სექტორი, რომელზეც გავაკეთე აქცენტი იყო სოფლის მეურნეობა, უბრალოდ აგროტექი, რომელიც სოფლის მეურნეობის დამხმარე სექტორი არის. რა თქმა უნდა, როგორც საქართველო იყო თავის დროზე შუა აზია სოფლის მეურნეობაში დიდ ენერგიას ხარჯავს, მოსახლეობის ნახევარი არის ჯერ კიდევ ჩართული, ზოგან უფრო მეტი, ზოგან უფრო ნაკლები და დიდ როლს თამაშობს სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, მაგრამ ჩამორჩება თავისი ღირებულებით სხვა დარგებს და სამწუხაროდ შეიძლება ისე არ იგრძნობა, მაგრამ აი აქცენტი რაც გავაკეთე და თემაც ძირითადში ეწოდებოდა შუა კორიდორს, იყო ის, რომ 30-50% ძვირიჯდება პროდუქციის ჩატანაც და გამოტანაც შუა აზიის ბაზრიდან. ანუ საკმაოდ უჭირს შუა აზიას თავისი პროდუქცია კონკურენტუნარიანად გაყიდოს თუნდაც ევროპაში, თუნდაც კაი ბაზრებზე, კი ყიდის ძალიან ცნობილი, ასე ვთქვათ, მშრალი მხილი აქვს, თხილი აკლონები, ბოსტნეულიც, მაგრამ საკმაოდ ზარალობს ეკონომიკა, იმიტომ რომ ძალიან ძვირიჯდება ამ ყველაფრის ტრანსპორტირება ამ კორიდორში. ანუ ეს იყო ჩემი ორი აქცენტი, რა თქმა უნდა, ყველას ჩვენი მიმართულება ჰქონდა. მეორე, რაც ჩემის აზრით მნიშვნელოვანი მესიჯი იყო ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ ბოლო 19 წელი ამ თემატიკას უტრიალებდი, ანუ ვცდილობდი კერძო სექტორი ჩამება განვითარებაში, იქნებოდა ეს ადგილობრივი, ქართული თუ საერთაშორისო, გლობალური და მსურდა გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება თუ საქართველოს მაგალითად თუ PMCG-ის გამოცდილება, რომელიც მათ წაადგებოდათ. ქონდა საუბარი თქვათ იმ თემატიკაზე, რასაც ეკომერციაში ვაკეთებდით ადგილობრივ ასოციაციებთან ერთად თუ ბანკთან თუ სხვებთან ერთად, ან სოფლის მეურნეობაში. და ვფიქრობ, რომ ვიღაცები დავაფიქრე მათ შორის ADB თუ იქაური მოთამაშეები, რომ ალბათ უნდა ესაუბრონ ბიზნესებს და მათი გამოცდილებაც, მათი უნარებიც, მათი ცოდნაც გამოიყენონ რაღაც პრობლემების მოგვარებაში. და მესამე, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი მქონდა, იყო ჩვენი ჯგუფის წარდგენა, ანუ PMCG-ს. თქვენ ვიცი, რომ იცნობთ, მსმენელიც ალბათ იცნობს, მაგრამ PMCG არის ჩემის აზრით ერთ-ერთი გლობალური ქართული ბიზნესი, ქართულიც აღარ არის, გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ 40 ქვეყანაში მუშაობს. თავიდან გაქონდა ქართული ექსპერტიზა შუა აზიაში, თქვათ, ხმელთაშუა ზღვაში, სადაც იქნებოდა, მაგრამ დღეს უკვე ამას აკეთებს სხვანაირად. მაგალითს მოვიყვან, რაც ძალიან კარგად მომხვდა ყურში, ამ სესიის ბოლოს შევხვდი ეკონომიკის მინისტრს ყირგიზეთის და გავეცანი, მე თქვი თუ ვიცნობთ PMCG-ს და ვიცნობ როგორ არ ვიცნობ. ეს მიპასუხა რაღაც დროის უკან პაკისტანში მაგზავნიდაო ბიუჯეტის თემატიკაზე სამუშაოდ. ანუ რეალურად ბევრი არა მარტო ქართველი, არამედ შუა აზიის თუ სხვა ქვეყნის კარგი ექსპერტები გაუვლიათ PMCG-ის გავლით, გაუტანიათ მათი ქვეყნის გამოცდილება სხვა ქვეყანაში და თავისთავად ჩემი მიზანი იყო, რომ ჩვენი სერვისების შემეთავაზებინა დამატებით გარდა იმისა, რაც უკვე იცოდნენ. აი ეს იყო სამი მიზანი, რაც ვფიქრობ, რომ კარგად გაუზიარე ადგილობრივ მსმენელებს. კი ბატონო, მე განსაკუთრებით დამაინტერესა აი ზუსტად ამ შუა დერეფნის კონტექსტში თქვენ აქცენტი ქონიოთ ასევე გაკეთებული ერთის მხრივ მარეგულირებელ და მეორეს მხრივ ლოგისტიკურ ბარიერებზე. ეხლა ეს საინტერესოა, რომ ჩემი მეორე მიმართულება, რაშიც დღეს ხარჯავ ენერგიას, არის ტრანსპორტი და ლოჯისტიკის მიმართულებით ცოტა უფრო გაზდა. ანუ თემაში ვიყავი, მუშაობდი, მქონდა რამდენიმე პროგრამა, რომელსაც მართავდი, მაგრამ ჩემი დავიწყე რაღაც საკითხების მოძიება. ახლა ორი კვირის უკან მქონდა ჩემს უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია, სადაც გავიტანე თემა შემდეგი აქცენტით, რომ საქართველოში რკინიგზას გადააქვს 14 მილიონი ტონა, თქვათ, ბოლო წელს. იგივე მოცულობა გადაეტანას ავტომობილო ტრანსპორტმაც საქართველოს გავლით. და შედარების ვიძახი, რომ ორივე ტრანსპორტი ფაქტიურად არის შუა კორიდორის საწყისიან ბოლო, ანუ აქედან მიდის თვირთი შუა აზიაში ან სადღაც, ან პირიქით. ანუ რეალურად რაც საქართველოში ხდება,
ამით შეიძლება შუა კორიდორის გარკვეული თვალით აღწერა ჯერჯერობით. ავტომობილს გადააქვს 3-ჯერ უფრო ღირებული ტვირთი. ტონობით თუ შევხედავთ, ანუ დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ტვირთი დავითვალე რაღაც მეთოდით, რომელიც გადადის საქართველოს გავლით შუა აზიისკენ, ან მეზობელ ქვეყნებში. ანუ რისხმა მინდა ამით, რომ საავტომობილო გადაზიდვები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც და შუა აზიისთვისაც, არის უფრო სწრაფი, გადააქვს უფრო ღირებული პროდუქტი, ვიდრე თქვა ქვანახშირი იქნება თუ პირობითად მადნეული იქნება, მაგრამ ხშირად არის მივიწყებული. ანუ ის ძღოლი გაჩერებულია საზღვარზე ხან ერთი დღე, ხან ორი დღე, იმიტომ რომ ბევრნი არიან და არ არის დაალაგებული ეს სასაზღვრო გადასვლის ესე თქვა ობიექტები. და არ ვიძახე მას საქართველოს, ანუ საქართველოს ეს ნაწილი კარგად აქვს დაალაგებული, საუბარი არის მთლიანად ამ შუა დერეფნის გასწვრივ. ეს არის ხოლმე ყველაზე ესე ვთქვათ ხშირი ესე ვთქვათ რეკომენდაცია ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისაც მათ შორის და საქართველოში 2023 წელს თუ არ ვცდები თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ჩამოყალიბდა კიდეც ერთობლივი საწარმო, იქ ჩართული იყო საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. ხლა შეეხება რკინიგზას, რა თქმა უნდა, საშუალო ვადაში უფრო და უფრო გაიზრდება მისი როლი. სადღაც შეიძლება გამტარუნარიანობა არის დასამატებელი და მათ შორის საქართველოში ვიცი რომ პროექტები ხორციელდება. ფორუმზე მათ შორის გააჟღერეს, რომ ახალი მარშრუტი შენდება ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთის გავლით. პატარა მონაკვეთია, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, ანუ ჩინეთს უკვე გაუჩნდება კიდე ერთი, ასე ვთქვათ, გამშვები წერტილი უზბეკეთის გავლით, რაც კიდე გაზრდის თვითნაკადებს აი ამ კორიდორში, რაც უნდა მოვიდეს მერე კასპიის ზღვაზე, გადმოვიდეს აზერბაიჯანში და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ალბათ უახლოეს წლებში თვითნაკადი რკინიგზაზე გაიზრდება. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ისევ ჩინეთი, რამე თუ ჩინეთი ამ კორიდორს უყურებს, უფრო ალბათ სწრაფად რო გაატაროს, თქვათ, ღირებული პროდუქტი კონტეინერებით რაც მოძრაობს. იმიტომ რომ ჩინეთიდან არ მოდის მინერალები, ეს მინერალები საქართველოში მოდის შუა აზიიდან, მაგრამ ჩინეთი რომელიც ამაში დებს ენერგიას, მისი მიზანი არის რომ სწრაფად მიიტანოს პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე. ფასი მნიშვნელოვანია, მაგრამ ფასი უფრო მეორეხარისხოვანი შეიძლება იყოს შედარებით მისთვის. რა თქმა უნდა, ყაზახეთი თუ ყირგიზეთი ცდილობს რომ მეტი ტრანზიტი გაატაროს ჩინური ტვირთის, რატომ? იმიტომ რომ მეტი შემოსავალია მათთვის, პოლიტიკური როლიც ეძებათ, როდესაც ამ როლს თამაშობენ. ხო, ანუ ჯამში ეს არის რაღაც სახით, რაც ვითარდება ამ კორიდორში, ვიცი რომ კასპიის ზღვაში საკმაოდ დიდი ინვესტიციები დება, როგორც აზერბაიჯანული მხრიდან, ისე ყაზახური მხრიდან, რომ მიმოსვლა უფრო დაიხვეწოს. მაგრამ ალბათ ნელა მიდის პროცესი. ეხლა სამწუხაროდ მე არ ვიცი დეტალები უშუალოდ აი ამ სამი ასე თქვათ მხრიდან შექმნილი კომპანიის შედეგად რა შედეგები მოვიდა, ალბათ უფრო გამოჩნდება ნელ-ნელა. რამე თუ ტვირთი ჯერჯერობით არის, კიდე ალბათ იზრდება და გაიზრდება, უფრო მრავალფეროვანი გახდება, როგორც იქით ისე აქეთ, რაც რა თქმა უნდა მათაც გაუჩენთ ინტერესს, რომ სწრაფად იმოძრავენ და შეიძლება ხანდახან რკინიგზით უფრო მარტივია რაღაც ტვირთის წაღება და დროულია, ვიდრე მანქანით, რო შევადაროთ, რამე თუ უკვე უფრო დაალაგდა ამ სამი რკინიგზის მუშაობა, ეხლა თუ არ შეუშალა ამინდმა ან სხვა ფაქტორმა, უფრო გათვლადი არის და ალბათ უფრო სწორედ გეგმავენ პროცესს. ხო, ეს ინფრასტრუქტურული გამოწვევები პირველია ხოლმე, რომელიც დგება საქართველოშიც ლოგისტიკასთან მიმართებით და შუა დერეფნის ნაწილშიც რომ შევხედოთ, ანუ აშკარა არის, რომ აქ განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს. აი, ამ კუთხით ვთქვათ, აი საქართველოს შიგნით არსებულ ტემპს ვთქვათ, როგორ შეაფასებდით, ხო? იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ვთქვათ, შუა დერეფანს შეიძლება რომ დაუკავშიროთ, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ფოთის პორტთან დაკავშირებული, ვთქვათ, გაფართოების პროცესი, რომელიც გაჩერებულია და ვთქვათ, ზუსტად არც ვიცით რა ეტაპზეა, ხო? ვთქვათ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აქაც ვთქვათ, გაჩერებულები ვართ და არ ვიცით რეალურად რა ხდება ამ მიმართებასთან. რკინიგზა ახსენეთ თქვენ და ვთქვათ, აი ვაგონების ნაწილში ვთქვათ, დიდი გამოწვევა არის და ბიზნესიც ამბობს, რომ ვთქვათ, ამ მიმართულებითაც გასავითარებელი არის, ვთქვათ, რკინიგზის განვითარება. ანუ გასაგებია, რომ ეს პროექტები რთულია, ინვესტიცია ტევადია და ასე შემდეგ, მაგრამ დიდხანს იქნება ეს ფანჯარა, ესე ვთქვათ, შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების. ხო, ანუ
ეხლა რა თქმა უნდა ფაქტები არის, ზოგი ვიცით, ზოგი არ ვიცით, როგორც მე ისე ხვებმა, სადღაც შეიძლება ჭორების დონეზე ვიცით რაღაც მოვლენები, ეხლა ვიცი რომ რამდენიმე კომპანიის ნათქვამი აქვს ჩემთან საუბარში, რომ მეტი ტვირთი რო გქონდეთ, შეიძლება ვერ გაატარონ ჩვენი კორიდორით. ანუ თითქოს გვაქვს ის ინფრასტრუქტურა, მაგრამ საქმეზე რო დგება, ჭირს მაინც ახალი ტვირთის გატარება, მოქნილად, დროულად. უკვე კონკურენცია დგება, ვინც ტვირთი შეიძლება გაატარონ. ანუ რაღაც მომენტში რისკების ქვეშ დგას, მათ შორის საქართველოს მონაკვეთი, ჩემის აზრით. შეიძლება სხვაგანაც, მაგრამ ვიცი რომ ყაზახეთში დებენ კაპიტალს და აფართოებენ, ადმატებენ ხაზებს. აზერბაიჯანი ცდილობს განვითარებას, ახლა თქვა ახალი კორიდორის განვითარებაზე ლაპარაკი ალბათ იცით სომხეთის გავლით. ხო, ანუ სადღაც ალბათ დროში ვიგვიანებთ. ანუ კი დრო მიდის, სხვა გზა არ აქვს, რომელიღაც კომპანიას და აკატარებ თავის ტვირთს, მაგრამ მე თუ მკითხავთ ფოთის სპორტის განვითარება უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა დღეს, უფრო მალე მოხდებოდა და ვიცი რომ იქ მომუშავე კომპანიები მზად არიან სურთ ნებისმიერ დროს დაიწყონ გაფართოება თავისთავად თუ გარემო მისცა ამის საშუალება. რამე თუ როგორც თქვით აქცენტი არის კონტეინერზე და თუთაშორის მუშაობთ ერთ-ორ კომპანიასთან ნაკადების კონტეინერიზაციაზე. რატო? იმიტომ რომ უფრო ადვილი არის, როცა კონტეინერში არის ტვირთი, ამის გადატანა ერთი ტრანსპორტის სახეობიდან მეორეზე. ანუ აქ მარტო იმაზე არ არის საუბარი, რომ უკეთესია, არამედ უფრო მოქნილი ხდება კორიდორი. კი, და ეს მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარება არის რეგიონისთვისაც მათ შორის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი. ხო, მაგრამ მე ბოლომდე არ მინახავს ეს, კი მინახავს სპორტში სადღაც რაღაც, მაგრამ ფაქტი არის, რომ ხშირად საქმე ვერ ეწევა საუბარს, და ეხლა რა არის იცით, აი ტვირთი მოვიდა, რატო მოვიდა ყველამ ვიცით, მაგრამ საქმეზე რომ მიდგეს შეიძლება ასევე წავიდეს. იმიტომ რისკის თემა იყო პრობლემა. ეხლა მე ჩემის აზრით შუა კორიდორი ყოველთვის იქნება როგორც კორიდორი, ვიღაცისთვის როგორც ალტერნატიული საშუალება, ვიღაცისთვის მხოლოდ ერთი საშუალება, ვიღაცთვის უფრო სწრაფი საშუალება, მაგრამ საკმაოდ სარისკო კორიდორია, ვიცით. და ენერგიას ვერ ხედავ ბოლომდე საკმარისად რო იდებოდეს, რომ ეს სისტემურად ვითარდებოდეს და არა რაღაც აქცენტებით. ხო, ანუ რა ვიცი, მოკლედ მე ვფიქრობ, რომ რაც რეალურია იმის გაკეთება ღირს, ალბათ ვიდრე რაც შედარებით რთულია, ანაკლიას ალბათ თავისი ადგილი აქვს, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ფოთის სპორტის განვითარება უფრო მოკლევადიანი კუთხით მნიშვნელოვანი იქნებოდა. PMCG ესე ვთქვათ, მათ შორის შუა დერეფნის თემასაც ყოველთვის უყურებდა, როგორც რაღაცა ამ ჭრილში, ხო, რომ რეგიონალური დაკავშირებადობა გაიზარდოს და ასევე აი რაღაც სავაჭრო რეფორმის, ესე ვთქვათ, პრიზმაში განიხილავდა ყოველთვის შუა დერეფანს, ხო? აი კარეკის მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, ხომ, კარეკი განიხილავს ვთქვათ დერეფანი 2-ს, რომელიც კი ბატონო შუა დერეფანს ვთქვათ ემთხვევა, ხო? მან ტრამპის ინიციატივა არის, რომელიც კიდევ ახალ ვარიანტს გვთავაზობს. თქვენც ახსენეთ, ვთქვათ სომხეთის გავლით, ანუ კიდევ ერთი ალტერნატივა. აი ამ ეტაპზე რა შეიძლება ვთქვათ? ანუ ესენი ერთმანეთის კონკურენტებად უნდა მოვიაზროთ შემავსებლებად, ანუ ამ თავისთავად ამ ბევრის არსებობა შუა დერეფანთან მიმართებით როგორ უნდა გავიაზროთ ესე ვთქვათ. უდი სხვა მაგალითს მოვიყვან და მეგონი აქცენტს გავაკეთებ. ერთ-ერთი ქართული კომპანია, ანუ ჰერბიას იცნობთ, ადრე მუშაობდით საკმაოდ ინტენსიურად და საუბარი გვაქვს თუ რატო ვერ ყიდის ჰერბია მის პროდუქციას გერმანიის ბაზარზე. და ესეთი პასუხი გასცა ჰერბიამ, რომ როცა ვესაუბრები მყიდველს, მეუბნება რომ თქვა ჭირდება კვირაში 5 ტონა წვანილი, რაღაც სახეობის წვანილი. მე შემიძლია ტონა ვაწარმოო ყოველ კვირა. ჩემნაირი კომპანია რო იყოს 5 ჩემს გვერდზე, უფრო ძლიერი ვიქნებოდი გერმანიის ბაზარზე. ანუ სადღაც მე ვფიქრობ, რომ აი სომხეთის კორიდორის განვითარება კი სადღაც საფრთხეს თითქოს ქმნის, მაგრამ იგივე საფრთხის მოლოდინი მქონდა ყარსი ახალ ქალაქი რო შენდებოდა, რომ წაიღებს ტვირთს ფოთის სპორტიდან. მეთმა გაკეთებული შეფასება ნანახი მაქვს. ჯამში კი მუშაობს, ამდენი წელია შენდება და ბოლომდე ეს არ მომხდარა. ანუ სადღაც ალბათ რაც უფრო მეტი კორიდორი გავა ჩვენს სიახლოვეს, მაგრამ თან ისე რომ აქაც მოიტანოს გარკვეული ინტერესი, უფრო მეტი ტვირთი შეიძლება წამოვიდეს.
უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება აზერბაიჯანის მონაკვეთზე, იმიტომ რომ ეხლა თუ არსებული ტვირთის გადატანაზეა ლაპარაკი, კი საფრთხეა, მაგრამ ჩინეთი იზრდება. ეხლა მაგალითად იგივე ფორუმზე პაკისტანიდან იყო დელეგაცია და საუბარში ახსენეს, რომ გვინდა ინტერნეტ კაბელის ჩადება პაკისტანიდან, თქვათ უზბეკეთში, რომ ინტერნეტი მივიტანოთ. ანუ ვიცი რომ იგივეზეა ლაპარაკი კასპიის ზღვაში, იგივეზეა შავ ზღვაში. ანუ რეალურად უკვე პაკისტანია საინტერესო მოთამაშე. იქ დღეს თუ არ ხვალ ავღანეთი გამოჩნდება ბაზარზე. ანუ იმის მინდა რომ რეალურად ტვირთი გაიზრდება, როგორც მიმავალი, ისე წამომავალი. რაც კარგია, რამე თუ ჩვენი კორიდორი, მათ შორის სომხეთის გავლითაც დაგვეწევა, მე ვფიქრობ, რომ ორივე კარგად ვიქნებით, ლოჯისტიკური ცენტრები აქაც განვითარდება, შეიძლება აქაც განვითარდეს. იქ დღეს თუ არა ხვალ ირანიც მოთამაშე იქნება და იმედი მაქვს დღეს თუ არა ხვალ აფხაზეთიდანაც იქნება რკინიგზის გამოყენების საშუალება, ანუ რეალურად ეკონომიკა ამოძრავებს ყველაფერს. ანუ ეკონომიკა ქმნის ინტერესს რომ განვითარდეს, როგორც ქვეყანა, ისე რეგიონი. ანუ სულ ესე იყო. და ტრანსპორტი ამის მთავარი ამოძრავებელია, ასე თუ ისე დღეს. და მე ვფიქრობ, რომ თუ არ ჩავთვლით რუსეთის კორიდორს, რომელიც რეალურად ჩვენთვის პრობლემა არის ამ კუთხით, სამეზობლოში რაც არ უნდა მოხდეს, ვფიქრობ, უფრო მეტ ბენეფიტს მოგვიტანს, ვიდრე საფრთხეს. თქვენ ახსენეთ ჩინეთი, ვთქვათ და ჩვენ ვხედავთ, რომ ვთქვათ ქართული ოცნება აღრმავებს ამ ურთიერთობებს ჩინეთთან, ვთქვათ ირაკლი ყობახიძე იყო დიდი დელეგაციით ჩინეთში და ასე ვთქვათ არაერთხელ, აი გარედან როგორ აღიქმება საქართველოს აი ეს ასე ვთქვათ გაზრდილი აქცენტი ჩინეთთან თანამშრომლობაზე? აი ეხლა მე მანამდე მუშაობდი ამერიკულ ორგანიზაციაში და ერთი წუხილი რაც ითქმებოდა ხოლმე არის რომ აი სად არის ამერიკული კაპიტალდაბანდება, აი სადებს ამერიკული კომპანია ფულს. აი მანახეთ სადებს ჩინური კომპანია საქართველოში ფულს. ნუ კი არის გარკვეული ბიზნესები, მაგრამ რეალურად ჩინეთი იქ ინტერესს სადაც ეკონომიკას ხედავს. ანუ ჯერჯერობით მე არ დამინახავს დიდი ინტერესი, რა თქმა უნდა, ყველა ხვდებით რომ დიდი მნიშვნელოვანი რგოლი ვართ აი ამ ჯაჭვში. ვიცი რომ ჩინეთი ნელ-ნელა ცდილობს თურქნაკადები გაზარდოს, ნუ ყაზახეთის გავლით და თავისთავად აქ მოვიდეს, მაგრამ დღეს მე ვერ ხედავ დიდ ნახტომებს, გარდა იმისა, რომ სურვილი არის. რა თქმა უნდა, როგორც ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანი არის, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი გახდება დროთა განმავლობაში და ჩინეთის ბაზართან ურთიერთობა ჩვენთვის ყველა ვარჯიშს მომგებიანი იქნება, მაგაზე კითხვა არ არის. ნუ შეიძლება ვიდაოთ რა უფრო ღირებული ევროპული ბაზარი თუ დასავლეთის ბაზარი თუ იგივე ხმელთაშუა ზღვის ბაზარი თუ სხვა ბაზარი თუ ჩინეთის ბაზარი, იმიტომ რომ ჩინეთში იმდენად ან არის თუ არა ჩინეთის ბაზარი ჩამნაცვლებელი, ასე ვთქვათ ევროპული ბაზრის? ანუ სხვა ანუ ჩინეთი ნუ ახლა ხარისხზე ვიდავებთ, თუ კარგიცაა და ცუდიც არის. მაგრამ ალბათ ჩვენთვის ყველაზე ღირებული ბაზარი ევროპის ბაზარი უნდა იყოს. და ნელ-ნელა ხდებოდა განვითარება, მე ისნობ ბიზნესებს, რომელიც საქართველოსდან ნელ-ნელა შედიოდა ევროპის ბაზარზე, ნელ-ნელა იზრდებოდა. მე ვფიქრობ, რომ აი ამ პატარ-პატარა განვითარებას უნდა გავყვეთ. ახლა ღვინოს თუ შევეხებით, ნუ ღვინო არ გვაქვს იმდენი, რომ როგორ ვთქვათ, ანუ პატარა ეკონომიკა გვაქვს საბოლოო ჯამში, რა ჩინეთის ბაზარი ძალიან დიდია ჩვენთვის, მაგრამ და ევროპის ხარისხის მოთხოვნაც, ესე ვთქვათ, შესაძლოა კიდევ უფრო მეტად ამცირებდეს იმ ბაზარს, რაც ჩვენ გვაქვს, ხო? ანუ რეალურად ექსპორტის თვალსაზრისით. იმდენად ცოტა გვაქვს ჩვენ ყველაფერი, ცოტა გვაქვს, არა მრავალფეროვნად ბევრი გვაქვს, მაგრამ რომ ხარისხზე უნდა ქონდეს აქცენტი და სწორება და ხარისხიან ბაზარს ვეძებდეთ. ანუ რომელიც მეც გადაიხდის. ორგანული პროდუქცია ვაწარმოოთ, თქვათ, უნიკალური ვაწარმოოთ, ის რაც აი ღვინოს ჩემს ერთ ყოფილ უფროს ეუბნეოდი ხოლმე, აი სერბეთს უფრო მეტი მოყავს ღვინო თუ საქართველოს. რა თქმა უნდა საქართველოს, არ არის ესე. ანუ ღვინოთი ცნობილები ვართ, მაგრამ რო შევხედოთ სად არის ჩვენი მოცულობა, ალბათ ძალიან ქვემოთ ვართ, ვიდრე ნებისმიერი ჩვენი ევროპული მეზობელი, რომელიც ღვინოს აწარმოებს, თუნდაც სერბეთი, თუნდაც მოლდოვა. ანუ საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ჩვენი მთელი ენერგია უნდა მიდიოდეს მაღალი ღირებულების შექმნაზე, როგორც სერვისში, ისე პროდუქციაში და ამისთვის ყველაზე კაი ბაზარი არის ევროპული ბაზარი. აი ამ რაც ვისაუბრეთ, ესე ვთქვათ, ამ ხნის განმავლობაში, თქვენ როგორ ფიქრობთ, ქართულ ოცნებას რა სტრატეგია აქვს ამ ეტაპზე არჩეული შუა დერეფანთან დაკავშირებით? უბრალოდ როგორ ხედავს შუა დერეფნის ღირებულებას? ხედავს როგორც ესე ვთქვათ
ტრანზიტულ როლს მხოლოდ თუ რაც ერთხელ EDB მითხრა რომ ჩვენ გვინდა რომ მხოლოდ ტრანზიტული ქვეყანა კი არ იყოს საქართველო, არამედ რეალურად მან შექმნას დამატებული ღირებულება და ეს დამატებული ღირებულება დოვლათის სახით ქვეყანაშივე დატოვოს. ეხლა მე მოგიყვებით ჩემი ისტორია 3 წლის უკან ხვდები უზბეკ კოლეგებს, რომლებიც იძახიან, რომ რუსეთის ფაქტორის გამო უზბეკური ხილი, ანუ ჩირი ასე ვთქვათ, ვეღარ მიგვაქვს ევროპაში. რატო? იმიტომ რომ მანამდე ეს ჩადიოდა ბალტიის ქვეყნებში, ხდებოდა დაფასოება და შეტანა თქვათ პოლონეთის, გერმანიის ბაზრებზე. ანუ ისინი ეძებდნენ საქართველოში კომპანიებს, რომლებიც აი ამ როლს ითამაშებდნენ, ანუ წამოიღებდა უზბეკურ ჩირს, მისცემდა ამას საბოლოო სახეს და შეიტანდა თქვათ ევროპულ ბაზარზე. ანუ მე ვეძები კომპანია, მაგრამ ვერ ვნახე. იგივე სიტუაცია ჰქონდა ჩვენ, მაგალითად შარშან PMCG-მ გააკეთა შეფასება თუ ევროკავშირში ინტეგრაციის გამო, ანუ რა ურთიერთობაც გვაქვს ვაჭრობის კუთხით, რამდენად აძლევდა მეტ აქტივს ყაზახურ ნედლეულს. თქვათ, მაგალითად შეფასების დროს დავინახე, რომ აქ რო აწარმო ზეთი საუბარი არის საოჯახო, ანუ საჭმელი ზეთია საუბარი, ყაზახურ ნედლეულით უფრო მომგებიანია ევროკავშირის ბაზარზე თუ გადიხარ. ანუ ჯობია ყაზახეთში კი არ აწარმოო ზეთი, არამედ აქ წამოიღო ნედლეული, თუნდაც ნახევრად დამზადებული ნედლეული და აქ ჩამოასხა ზეთი. ეს არის ბევრი სხვა რამ პროდუქტი. ანუ ჩემი აზრით, აი ყველა იძახის, რომ შუა კორიდორი უნდა იყოს ეკონომიკური კორიდორი, ანუ value added უნდა ხდებოდეს და ამაში მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან კაი როლის თამაში შეუძლია. აზერბაიჯანსაც შეუძლია, მაგრამ უფრო საქართველოს. მაგრამ ალბათ უფრო მეტის შეგვიძლია ვიდრე ვთამაშობთ. ანუ ინვესტიციების მოზიდვა შუა აზიიდანაც შეიძლება საქართველოში ამ კუთხით, ანუ შეიძლება ეს არ იციან ბოლომდე, შეიძლება ამის მიტანა არ ხდება ბოლომდე, რომ აქ ხდებოდეს იქიდან წამოღებული ნედლეულის დაფასოება, შენახვა. შეიძლება საუბარი იყოს როგორც სასუქზე, რომელიც ბევრი მოდის დღეს, ან ნედლეული სასუქისთვის, ისე თქვა ბამბაზეც იყოს საუბარი, მაგრამ ვერ ხედავ. ანუ კი, რაღაცები ხდება, მაგრამ ალბათ სწორედ არ ხდება, ან იმ ტემპით არ ხდება, რომ მეტი მოიტანოს. და ეს რომ მოხდეს, ანუ იგივე ყაზახური კაპიტალი რო ჩაიდოს ფოთში ან სადმე ახლო-მახლო, რა თქმა უნდა, მას ინტერესი იქნება, რომ ეს ამუშაოს. ანუ გრძელვადიანშიც შეიძლება აქ დარჩეს. ანუ მე ვფიქრობ, რომ ბათუმში ყაზახების ყოფნა გამართლებულია, რამე თუ ცდილობენ ამუშაონ ბათუმის პორტი, მათ შორის ნავთობის კუთხითაც. ანუ რაც უფრო მეტი იქნება მსგავსი ინტერესი შუა აზიიდან საქართველოში, მით უფრო მეტი ტვირთი წამოვა. კურსში მოსახვედრია თქვენი აქცენტი მათ შორის, ასე ვთქვათ, კერძო სექტორის როლზე და კერძო სექტორის მიერ ამ შესაძლებლობების დანახვაზე და ამ შესაძლებლობების გამოყენებაზე. საქართველოში, ვთქვათ, რამდენიმე პლატფორმა არსებობს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით, ვთქვათ, ზუსტად შუა დერეფანზე აკეთებს, ასე ვთქვათ, აქცენტს. მათ შორის არის მაგალითად EUGBC-ის შავი ზღვის პლატფორმა, ახლაც ქონდა ფორუმი და კონფერენცია, თუმცა როგორც თვითონ ორგანიზატორები წუხდნენ, ანუ იმ ფორუმზე, ვთქვათ, საერთოდ არ იყო ქართული ოცნების წარმომადგენელი მისული, მაშინ როდესაც ბიზნესები სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ, მათ შორის იმ ქვეყნებიდანაც რამდენიმე თქვენც ახსენეთ. აი, შესაძლებელი არის შუა დერეფნის, ესე ვთქვათ, პოტენციალის ათვისება, მის განვითარებას, რეალურ განვითარებაზე საუბარი, თუ აი ეს სინერგია არ იქნება, ესე ვთქვათ, ერთის მხრივ ხელისუფლებას, მეორეს მხრივ, ვთქვათ, ისეთ ორგანიზაციებს შორის, როგორც PMCG-ია და ასევე, ვთქვათ, კონკრეტულად ბიზნესს შორის. მე სუვიძახი, რომ ქართველებმა უნდა ვიმუშაოთ ერთად ყველგან. იქნება ეს საქართველოს გარეთ თუ საქართველოს შიგნით. ანუ მე პირადად ესეთი დამოკიდებულება მაქვს. ირგიზეთში მაგალითად ვიყავით 3 საქართველოდან და 2 ქართველი იყო უზბეკეთიდან. ანუ ფაქტიურად უზბეკეთში საქმიანობენ ქართველები და იქიდან ჩამოვიდნენ ირგიზეთში რო გაფართოებული იყვნენ. და საკმაოდ კარგათაც. ანუ რეალურად შეგვიძლია, თან კარგად შეგვიძლია. მაგრამ არ ვიცი, პრობლემა ხარ მინდა პოლიტიკური შეფასება მივცე აი ამ პოზიციას, მაგრამ გვაქვს შანსი, აი სუვიძახი, რომ საქართველოს აქვს შანსი იყოს შვეიცარია ამ საუკუნეში. ანუ უფრო რეალურად არის აზიასა და ევროპას შორის, ვიდრე შვეიცარია არის.
ანუ სულ ვიძახი რომ საქართველოს შეუძლია იყოს ანუ კარიბჭე ევროპული ინდუსტრიისთვის აზიაში. არა მარტო შუა აზიაში, არამედ იგივე ირანში, იგივე პაკისტანში, ანუ შეგვიძლია ამ როლის თამაში, მაგრამ უნდა ჩვენ შევძლოთ შიგნით ჯერ სწორი როლის დანახვა, ანუ ერთმანეთთან მუშაობა შევძლოთ. ანუ ბევრად უფრო მეტის მოტანა შეუულია ჩვენს კარგად ყოფნა საქართველოს, ვიდრე როგორც დღეს ვართ. ახლა მესმის რომ ბევრი ქართული ბიზნესი გარეთ გადის უკვე და გარეთ ეძებს გაფართოებას. იმიტომ რომ აქ ვეღარ იზრდებიან. კი, შანსი არის გაზრდის, მაგრამ უჩვენეთ წავიდეს დუბაიში, წავიდეს იგივე უზბეკეთში, მანამდე უკრაინაში მიდიოდნენ, ანუ იზრდებიან იქ. იმიტომ რომ აქ ვეღარ ხედავენ გაფართოების საშუალებას, რაც გასაგებიც არის და გულთასაწყვეტიც არის, იმიტომ რომ რეალურად აი ძირითადად შუა აზიაზე სწორებით შეიძლება ჩვენ შემდგომი 10 წელი, 15 წელი საკმაოდ კაი ეკონომიკა შევქმნათ, რომელიც თვითონ იმუშავებს, ანუ თვითონ მოიტანს ტვირთს, თვითონ შექმნის ეკონომიკას. და აი რა არის დღეს, თქვათ აი აქ ზრდის მთავარი ბარიერი ბიზნესისთვის? გარემო? ну ალბათ მაინც მე თუ მკითხავთ გარკვეული რისკები არის ეშინიათ უკვე გარკვეული ენერგიის ჩადება იქ სადაც ანუ ალბათ გარემო არის რაღაც ფორმით გეთახმებით კი ანუ ბიზნესის დაწყება შეიძლება მაგრამ გადარჩება თუ არა შეიძლება კითხვა ჩდება სადღაც სადღაც შეიძლება პატარა ბაზარი ვართ, მათ შორისაც რისკი არის და შეგვიძლია სხვაგან გააკეთო იგივე ენერგიით უფრო მეტი ვიდრე აქ. მაგრამ არც შუა აზია არის მარტივი ბაზარი და არც უკრაინა არ ყოფილა არასოდეს მარტივი ბაზარი. ანუ რეალურად ახერხებდა ქართველი მორგებას, გაფართოებას. მაგრამ რა გითხრათ, ფაქტი არის, რომ პოტენციალი გვაქვს მაგრამ გამოყენება ბოლომდე არ ხდება. ხო, მე მესმის და მეც ესე ვთქვათ არ ვცდილობ ხოლმე რომ მაინც რაღაც პოლიტიკური მიმართულება მივცეთ ჩვენ საუბარს, მაგრამ ძნელია ხოლმე ეს, როდესაც ვთქვათ იგივე UGBC ძალიან მარტივად ხსნის, რატომ არ იყო ქართული ოცნების წარმომადგენელი იმ ფორუმზე, იმიტომ რომ იმ ფორუმს ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩები. ანუ ეს მოცემულობა არის დღეს ქვეყანაში გვინდა თუ არ გვინდა და ამ კარიბჭეს ხო რეალურად ორი კარი აქვს ხო ანუ სავარაუდოდ ჩვენი რეგიონისთვისაც საქართველო მიმზიდველი არის იმიტომ რომ სიტყვა შეიძლება ეთქმოდეს კარიბჭის ორივე ბოლოსთან არა და მე ვფიქრობ რომ კონკურენცია მთავარი მამოძრავებელი ძალა ყველაფრის ანუ ახლა მართალია სომხეთის კორიდორი ძალიან შორეული პერსპექტივა არის მაგრამ ჩვენ თუ არ დავინახეთ რომ რისკავთ ალბათ რაღაცებს არ დავთმობთ რა ანუ დღეს ეკონომიკა პულხინს არ არის ხმართალისხმის შორის ყირგიზეთში ახსენეს რომ 9%-იანი ზრდა ქონდა ეკონომიკას საქართველოს კაი ზრდა აქვს ანუ ასე თუ ის ეკონომიკური ზრდა აქვს ანუ ქვეყანა ვერ გზნობს გაჭირვებას ვერ გზნობს იმას რომ უნდა სხვა თვალით შევხედოთ ურთიერთობებს ну რაც არის ის არის მაგრამ ну ფაქტი არის რომ დრო კიდე გვაქვს იმედი მაქვს ომი მალე დამთავრდება და ეს ომის დამთავრებამ შეიძლება ბევრი რაღაცა გადააწყოს ხელახლა არ ვიცით სარისკოა მაგრამ ყოველთვის ლაპარაკობი დამთავრებაზე მაგრამ ну ალბათ საქართველოს ცოტა უნდა მეტად მოინდომოს შიგნით რომ რაღაც პრობლემები მოაგვაროს ასევე შიგნით ხო განსაკუთრებით საქართველოსზე და ყირგიზეთზე როდესაც ვსაუბრობთ რეალურად არც ვიცით ამ ომის გავლენა შესაძლოა ბევრად უფრო პოზიტიური არის საქართველოსთვისაც და ყირგიზეთისთვისაც, ანუ იმ ვაჭრობის რიცხვები ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებით ავტომობილებით ვაჭრობა ხლა ამას აჩვენებს აშკარად, ხო? ანუ ეს დევს, ასე ვთქვათ, ზედაპირზე თავისი სამწუხაროდ კითხვის ნიშნებით და ჯერჯერობით კარგია, რომ ამ კითხვის ნიშნებს არც ერთი დადებითი პასუხი, ესეთი მკაფიო ყოველ შემთხვევაში არ მიუღიათ, ხო? ხო, ну რეალურად რუსეთის ეკონომიკა ვაჭრობს ჩინეთში, ვაჭრობს სადღაც, ანუ ყველა მეზობელი რაღაც სახით ეკონომიკით საზრდოობს რაღაც სახით. ზოგი ხურავს საზღვარს, ზოგი ვერ ხურავს, ზოგი არ ხურავს. ну ფაქტი არის, რომ ბევრი პატარა ქვეყანა, მათ შორის ამ ეკონომიკამ ბოლო წლებში საკმაოდ წინ წაწია. კი. მაგრამ ну
კი, პრაქტიკულად აი ყველა კომპონენტზე ვისაუბრეთ და აი ამ სურათში ესე ვთქვათ რა როლი და რა ფაქტორი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამ ქვეყანასთან გამართულ ურთიერთობებს მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. ამ რამდენიმე დღის წინ იყო გაავრცელა ძალიან მოკლე ინფორმაცია დეტალების გარეშე საქართველოს საელჩომ ამერიკაში რომ ტრიპთან დაკავშირებით ან ტრამპის მარშრუტთან დაკავშირებით ასე ვთქვათ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო საქართველოში ჩამოსული ბევრ მხარეს შეხვდა მათ შორის შეხვდა მთავრობის ადმინისტრაციასაც თუმცა კომენტარების გარეშე ჩაიარა ამ შეხვედრებმა და ბევრი დეტალი არ ვიცით რეალურად აი ამ საქმიან კონტექსტში არაპოლიტიკურში ვთქვათ რაზე შედგა საუბარი ამ ნაწილში მნიშვნელოვანი არის თუ არა რომ ასეთი ტიპის ინფორმაციები მათ შორის იყოს გამჭვირვალე მათ შორის კერძო სექტორის მოთამაშეებისთვისაც რა თქმა უნდა ამერიკას ინტერესი აქვს შუა აზიის მიმართულებითაც და სამეზობლოშიც ჩემი აზრით შუა აზიაში ბაზარია ერთი ყველასთვის საინტერესო როგორც ევროკავშირისთვის ამერიკისთვის და 80 მილიონი ადამიანი თან ბაზარი რომელიც ყოველ წელს იზრდება მარტო უზბეკეთში ყოველ წელს მილიონი ბავშვი ამთავრებს სკოლას ანუ საკმაოდ ზრდადი არის საკმაოდ პერსპექტიული ბაზარი არის და ეს ყველა საინტერესებს მაგრამ ამერიკას მით უმეტეს ბოლო პერიოდში ალბათ ყური მოვყარით რომ მინერალების თემა აინტერესებს და შუა აზია ასევე ძალიან მდიდარია ამ კუთხით რომელთაც სარგებლობს რუსეთი რომელთაც ალბათ სარგებლობს ჩინეთი მაგრამ ბევრად არ ამგონია ანუ რეალურად დღეს რუსეთი იყენებს შუა აზიურ რესურსს ნედლეულს რომ უფრო მეტი შემოსავალი იშოვნოს ყიდულობს იაფად ყიდის ზვირად სადღაც ან თავისთვის იყენებს ხო ახლა ვიცი რომ ეს ერთი ინტერესია ცოტა შორის ასევე რამდენიმე კვირის უკან გაიმართა ვაშინგტონში C5+1-ის ფორმატით შეხვედრა სადაც მთელი შუა აზია და ამერიკა მონაწილეობდნენ ანუ ტრამპს ინტერესი აქვს რომ იქაც აგზნობინოს როგორც რუსეთს ისე ჩინეთს რომ მასაც აქვს ინტერესი რაც შეეხება ჩვენ სამეზობლოში ფაქტი არის რომ ომი დასრულდა რაც ძალიან უცნაურად მოხდა სწრაფად მოხდა რაც ყველას ალბათ არ ელოდა არავინ ამ ფაქტს სასიამოვნოა რაც მოხდა მათ შორის ის რაც ტრამპმა მოახერხა სომხეთ-აზერბაიჯანის ნაწილზე მოითხოვს შემდგომ ნაბიჯებს და მე დარწმუნებული ვარ რომ ტრამპი შეეცდება აი ამ კორიდორს გარკვეული პრაქტიკული სახე მისცეს რა ფორმით რა სახით ვინ ჩადებს ამაში ინვესტიციას სამწუხაროდ დღეს არ არის ცნობილი მაგრამ დარწმუნებული ვარ ამაში ჩადებს აზერბაიჯანიც თურქეთიც სომხეთიც სომხური დიასპორაც ჩადებს გარკვეულწილად და მათ შორის ამერიკაც ჩადებს რამე თუ ეს კორიდორი იმუშავებს ყველა შეეცდება რომ სიმშვიდე იყოს იმიტომ რომ ეკონომიკა არის ფაქტიურად ეხლა ჩვენ მქონდა ადრე ორი პროგრამა მე სადაც მუშაობდი ერთი იყო რეგიონალური ტურიზმის პროგრამა და მეორე იყო რეგიონალური ტრანსპორტის წყლის პროგრამა ტრანსპორტიც ჰქონდა მაგრამ ჰქონდა სხვა კუთხით ანუ რეალურად ხშირად ეკონომიკა უნდა დაანახო მეზობლებს რომ ერთმანეთს მოერგონ ტურიზმი ერთ-ერთი მათგანი იყო ანუ სომხეთი საქართველო თქვათ აზერბაიჯანი თუ შეეცდება თავი გაყიდოს რეგიონალურ წილში უფრო მეტ ღირებულ ტურისტს მოიზიდავს ანუ რომელიც ჩამოვა არა მარტო ერთი ქვეყნის არამედ ჩამოვა რეგიონის სანახავად დარჩება 2 კვირა უფრო მეტი ვიდრე 3 დღე წყალი კონფლიქტის თემაა ყოველთვის ვიცით და საქართველოშიც ქონია მსგავსი მაგალითები თუნდაც 2008 წლის ომის დროს წყალი იყო მთავარი საწყისი პრობლემა ანუ რეალურად იმის მამინდა რომ ეკონომიკამ უნდა გაუჩინოს რთულ მეზობლებს რომ ერთმანეთთან შეგუებულები იყვნენ და ალბათ ეს კორიდორი აუცილებლობაც არის მათ შორის რომ ცალკე აზერბაიჯანს არ ქონდეს ინტერესი რომ რამე აირიოს რამე თუ ეს ეკონომიკურად ჭირდება და მათ შორის მის რეგიონთან დაკავშირებს და ცალკე სომხეთი შეეცდება რომ წნარად იყოს. ADB-ის ჩართულობაზეც მინდა რომ გკითხოთ, ანუ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ესე ვთქვათ, აი ვთქვათ რეგიონთან მიმართებითაც და ამ რეგიონში უკვე საქართველოსთან მიმართებითაც ვთქვათ რამდენად აქტიური არის ბანკი. ახლა ADB ვიცი რომ საქართველოში დღეს ყველაზე მსხვილი მოთამაშეა, მე არ ვიძახი ევროკავშირზე როგორც დონორზე, მე ვიძახი ADB ძირითადში მაინც ცეცხლს იძლევა ასე თუ ისე, მაგრამ ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ADB-ის კაპიტალიდან ხორციელდება, საკმაოდ მოცულობითია საქართველოში.
არ ვიცი სომხეთზე, მაგრამ სომხეთში მე ვფიქრობ, რომ ძალიან გაიზრდება საერთაშორისო დახმარების მოცულობა, როგორც ADB-ის, ისე ამერიკული თუ ევროკავშირის მიმართულებით, იმიტომ რომ მოინდომა სომხეთმა და ყველა ცდილობს რომ დაეხმაროს ამ მოდგომაში. თან სომხეთს უჭირს, ყოველთვის უჭირდა, დღესაც და ადრეც უჭირდა, რეალურად შანსი აქვს, რომ გადალახოს ბარიერი. ADB საქართველოშიც ცხვილია, სომხეთშიც ალბათ ცხვილია, თუ არა გაიზრდება, შუა აზიაში ძალიან აქტიური მოთამაშე არის, მაგრამ კიდევ ერთი ფაქტი მინდა ვახსენო, რაც შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, ADB-ში მსხვილი ინვესტორი არის ამერიკა და მსხვილი ინვესტორი არის იაპონია. ანუ ADB-ც შეიძლება ჟღერს როგორც აზიური, მაგრამ დიდი წილი აქვს და მათ შორის ავტორიტეტი ამერიკას. ანუ რეალურად ამერიკას ADB-ის გამოყენებაც შეუძლია როგორც აი ამ კორიდორის განვითარებაში, ისე ხელის შეშლაც, თუ რამე არ იქნება. იგივე არის მსოფლიო ბანკშიც, ანუ საქართველოს შეიძლება პირდაპირ დაფინანსებას არ ღებულობს ამერიკიდან დღეს, მაგრამ ძალიან დიდ რესურსს ღებულობს იმ ორგანიზაციებიდან, რომელიც ამერიკას აქვს ინტერესი. იგივე არის EBRD, რომელიც არის ევროპული. ანუ იმის მინდა რომ რეალურად საქართველოში დიდ როლს თამაშობენ აი ეს მოთამაშეები, რომელშიც ამერიკულ და ევროპულ ინვესტორებს ძალიან დიდი როლი აქვთ. გასაგებია, ესე ვთქვათ, თქვენი აქცენტი საფინანსო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიმართებით. ამ ესე ვთქვათ, ფორუმის ფარგლებში, ვთქვათ, აი ძირითადი ინსაიტები რა იყო, რაც თქვენ წამოიღეთ, ესე ვთქვათ, თვითონ ფორუმში მონაწილეობის შედეგად და რა შეიძლება, ესე ვთქვათ, გავრცელდეს მათ შორის საქართველოსაც. ერთი თქმა უნდა მიზანი იყო რომ შევხვდროდი ადგილობრივ ასე ვთქვათ მოთამაშეებს და გამერკვია რამდენად საინტერესო არის მათთვის გარკვეული პროდუქტების შეთავაზება. ვესაუბრე რამდენიმეს და ყველას რაღაც ინტერესი აქვს. თან დასამალი არ არის საქართველოს გაგებაზე, ყველას სახეუნათდება, ანუ ყველას აქვს პოზიტიური განწყობა, ყველა მიცის რომ ჯერ კიდე შეიძლება აქედან რაღაცის წაღება, ცოდნას გულისხმობ. და ყველა იძახის რომ აი ამაში რას ფიქრობთ, ხო არ შეგიძლია თქვენი გამოცდილების გაზიარება ან რამე შემოგთავაზეთ და მე დონორს ნახავთ და იქნებ რაღაც საერთო გავაკეთოთ. ანუ ეს იყო ერთი რაც წამოვიღე, მეორე წამოვიღე ის აქცენტები რაც საინტერესო იყო, ანუ იგივე წეგან ვახსენე რომ პაკისტანი ცდილობს ინტერნეტ კაბელზე ილაპარაკოს, იქ ახალი რკინიგზა შენდება, ანუ დამატებით ინფორმაცია გაჩნდა საანალიზოთ. ვესაუბრეთ ადგილობრივ ასე ვთქვათ think tank-ებს, რომელიც დაინტერესებულია კვლევებში ჩაებას, რამე თუ ისინი ხედავენ, რომ ინფორმაციის ნაკლებობა არის მინიმუმ აი ამ კორიდორში. რა ვიცი, თან გავიცანი მათ შორის ქართველი კოლეგები, რომლებიც უზბეკეთში არიან და ვფიქრობ, რომ იქაც ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ უფრო მომძლიერდეთ, იმიტომ რომ უზბეკური ბაზარიც ეხლა ვითარდება და კონკურენცია უფრო და უფრო გაიზრდება და ხოდაშორის რამდენიმესგან მაგაგებული, რომ ბოლომდე ვერ ჯდებიან ერთად ქართული ბიზნესები და ესეც კიდე ერთი საშუალება ერთ გამოვიყენებ, რომ არა ვართ კონკურენტები ქართველები. მით უმეტეს, როცა გარეთ გავდივართ. ანუ ერთმანეთს თუ არ დავეხმარეთ, სხვები წაგვართმევენ იმ ბაზარსაც და აი ეს კონკურენტუნარიანი, თუმცა კონკურენტული დამოკიდებულება არ წაგვადგება. ანუ ცოტანი ვართ რა, ანუ ბევრად უფრო ძლიერები არიან ჩვენი მეზობლები, რომლებიც ერთად მუშაობენ. თუნდაც სომხები, თუნდაც აზერბაიჯანელები, თუნდაც თურქები, ანუ ქართველებს რაღაც ხანდახან გვაქვს ხოლმე ის ნაკლი, რომ ერთმანეთს ხელს უშლით. რაც სამწუხარო არის. ასე რომ მოდი ვითანამშრომლოთ. აი ბანანოდათ თქვენ ახსენეთ, რომ ჯერ კიდევ აქვთო ამ რეგიონის ქვეყნებს, რომ მათ შეუძლიათ ცოდნის სახით რაღაც წაიღონ საქართველოდან და აი როდესაც ვთქვათ საქართველოს მაგალითზე ხსნით ხოლმე, რაც შეიძლება სწორედ აი ტრანსპორტს, ლოგისტიკას, ვთქვათ შუადერეფანს უკავშირდებოდეს, აი რომელ რეფორმებზე აკეთებთ ხოლმე რეალურად აქცენტს და რა არის ის რეფორმები, რითაც ჩვენი მეზობლები ჯერ კიდევ როგორც თქვენ თქვით ინტერესდებიან აი ცოდნის წამოღების თვალსაზრისით. მე ვიცი რომ საბაჟო ნაწილი იყო ყოველთვის საინტერესო, აი ყავდა დელეგაცია შარშან წინ ბათუმში, სადაც ვანახეთ საქართველოს თურქეთის საზღვარზე ტვირთის მოძრაობა როგორ ხდება და ერთი ჯგუფი ყვებოდა რომ ქალბატონი იჯდაო 4 ენაზე ლაპარაკობდა, მებაჟეზია ლაპარაკი, ანუ ამითაც აღთუანებულები დარჩენ, მაგრამ 3 წუთში კვეთდა სატვირთო მანქანა ჩვენ საზღვარს. სისტემა მოძველებულია, მაგრამ მაინც მუშაობს, ამუშავებენ ისე რომ ხელი არ შეუშალონ. მე მახსოვს კიდე მაგალითი ქონდა საკმაოდ საინტერესო, უზბეკეთში ყავდა დელეგაცია შარშან ჩვენი საბაჟოდან და
ის შეხვედრაზე თქვეს, რომ დაგვავალა ჩვენმა ხელმძღვანელმაო, რომ ერთ თვეში უნდა გადავიდეს ჩვენ საზღვარზე საბაჟო მომსახურება 5-დან 2 სერვისი, ანუ ნიშნავს, რომ 5 სააგენტო დღეს დგას და ერთ თვეში უკვე 2 უნდა ვიდგეთო. საბაჟოს უნდა აიღო გარკვეული ფუნქციები თავის თავზე, როგორიც არის სოფლის მეურნეობის ელემენტი, ჯანდაცვის და ასე შემდეგ. კი ბატონო, მოდი მომავალ კვირას დაგაკავშირებთ ჩვენ საბაჟოსთან, რომელმაც 10 წლის უკან გააკეთა ეს რეფორმა და თუ შეიძლება ხვალევეო, ანუ გვეჩქარებაო, ანუ რეალურად ჯერ კიდე გვაქვს, თუნდაც 10 წლის წინანდელი რეფორმების შედეგები აინტერესებთ ჯერ კიდე. მაგრამ ჩვენ ქონდა მაგალითი, ოდესაც უზბეკური და ყაზახური მოდელის ჩამოტანა გვსურდა საავტომობილო გადაზიდვების ნაწილში, საუბარი არის გადაზიდვის ნებართვის გაცემაზე. პირიქით საქართველოში? იმიტომ რომ იქ ელექტრონულად ხდება უკვე გაცემა, საქართველოში ჯერჯერობით ქაღალდზე ხდება. ანუ რაღაცეებში უკვე მე თუ მკითხავთ გაგვასწრეს. უზბეკებმა ძირითადში, იმიტომ რომ ტემპი აკრიფეს, მართალია ჯერ კიდე წინ ვართ, ალბათ, ბევრ რამეში, მაგრამ ტემპი აკრეფილი აქვს, მაგრამ რაღაც, ნუ კიდევ ქონდა მაგალითი, უზბეკურთან ჩამოვიყვანეთ მაგიდის სუფრის, ყურძნის ტექნოლოგია, იმიტომ რომ ყველაზე გამოცდილები არიან მაგიდის ყურძნის მოყვანაში. მაგრამ მხოლოდ ესეთი მაგალითები ქონდა რა, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა წამოვიდა. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს წლებში უზბეკეთს შეიძლება ყირგიზეთსაც, ანუ ვცდილობენ, ხედავენ, რომ უნდა წინ წავიდნენ. უჭირთ, უფრო რთულია იქ რაღაცების აკეთება, მაგრამ ფაქტი არის, რომ როგორც ვახსენე, ყირგიზეთს 10%-იანი, 9%-იანი ზრდა აქვს ბოლო წლები უკვე, მათ შორის ტრანსპორტში ხედავს პერსპექტივას და სწორედ მაგას ეძახის, როგორ ეძახიან ტრანზიტ ქვეყანა კი არაო, connecting land, ანუ ქვეყანა, რომელიც აკავშირებს, დამაკავშირებელი, ეს აქვს სლოგანი ყირგიზებს. და ცდილობს, რომ უზბეკური ბაზარი, ყაზახური ბაზარი ჩინეთს დააკავშიროს. და მათ ხედავენ values. მესმის. მანამდე მუშაობდი USA-ში, დასამალი არ არის, 19 წელია. რასაც ვაკეთებდი საქართველოსთვის და სულ ეკონომიკურ პროგრამებს მართავდი ეს პერიოდი და ანუ შესაბამისი მთავრობა, რომელსაც ვემსახურებოდით, გვისმენდა, ანუ ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსის სამინისტროს, ოდესაც რაღაცას თავაზობდით, ყოველთვის გებულობდა რატო თავაზობდით და გვისმენდა. ანუ ამ რეფორმაზეც მოდიოდა ურთიერთობა, ქონდა უკვე გეგმები, მაგრამ ყველაფერი გაჩერდა. და ბევრი სხვა რამეც იყო გეგმაში, რაც გაჩერდა, რატომ, არ შევეხები. მაგრამ ფაქტი არის, რომ თუ სწორედ აუხსნი, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე თქვათ უზბეკურ მთავრობას, მე დარწმუნებული ვარ გაიგებს. ხანდახან ახსნაც ჭირს ხოლმე, ანუ სწორედ დანახვებად ჭირს, რომ მიხვდეს რატომ უნდა გააკეთოს რაღაც ნაბიჯი. და სწორედ ეს იყო ჩემი ერთი მცდელობა, ისეთი მაგალითი მოვიყვანე, რომ ყოველი ერთი დღე გაჩერებული სატვირთო მანქანა ნიშნავს $1000 ზარალს. ანუ თუნდაც ამ ერთი რიცხვის დათვლას თავისი ნაბიჯები ჭირდებოდა, მაგრამ უკვე ვიღაცა შეხედავს, რომ 100,000 მანქანა რო ერთი დღე გაჩერებული არის სადღაც, იმის გამო რომ რაღაც პროცესი არ დასახვეწი, რამხელა ზარალი ადგება ვიღაცის ეკონომიკას. და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უნდა გადაიხადოს მოქალაქემ, იქნება ეს უზბეკეთში თუ საქართველოში. მე და ერთ-ერთი ასოციაციის ხელმძღვანელთან მქონდა საუბარი, მთავარი პრობლემა ტრანსპორტში დღეს არის, რომ ვერ გეგმავ. ანუ ყიდულობ ბევრს, იმიტომ რომ არ იცი როდის ჩამოვა შემდეგი ნაკადი. და ეს არის ძალიან დიდი რესურსი, ანუ მაკარონზე ქონდა საუბარი, რომ რატო ღირს მაკარონი გერმანიაში ორჯერ უფრო იაფია საქართველოში. თუნდაც იმიტომ რომ ვერ გეგმავ, რომ მაკარონს, რომელსაც იყიდი, ჩამოგივა 3 დღეში თუ 3 კვირაში. მაგიტო ღირს მათ შორის ძვირი. ხლა მაკარონი უფრო მოცულობითია და ეტყობა, მაგრამ შეიძლება სხვას უფრო წონიან პროდუქტს უფრო შეემჩნეს. ხო, და ანუ რაც ვთქვათ, მალფუჭებადი შეიძლება იყოს, ანუ საერთოდ კატასტროფა გამოდის, ხო? ანუ უფლება არ აქვს, რომ ტრანსპორტი და ლოჯისტიკა არ გავმართოთ. ანუ ყველა სხვა სექტორი ზიანდება ამის გამო. არ მინდაო შევეხო, ესე ვთქვათ, USA-თან დაკავშირებულ საკითხებს, კომპლექსური საკითხები, არც მე მინდა რომ ამას შევეხოთ, დროც არ გვეყოფა, მაგრამ უბრალოდ ის რისკები, რა რისკებიც დადგა თავის დროზე, გრანტების შესახებ კანონთან მიმართებით, ფარასთან მიმართებით, უკვე მოვისმინეთ, ვთქვათ, დასკვნა ვენეციის კომისიისაც, რომ ეს კანონები უბრალოდ გასაუქმებელია და ესე ვთქვათ, არავითარ სტანდარტში დემოკრატიის ისინი არ ჯდება, ანუ
რამდენად დაცულად გრძნობთ დღეს თავს აი ამ ბევრ სხვადასხვა როლში, ესე ვთქვათ, აი ამ კანონმდებლობისგან, რომელიც მოქმედებს და ფაქტია, რომ ხედავთ ნაწილობრივ საკმაოდ მძიმე შედეგებსაც. ეხლა ვიტყვი ჩემ ორ გულახდილ აზრს. ანუ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ წელან თქვი, რომ საქართველოს მიუხედავად ყველაფრის არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა რეგიონშიც და მსოფლიოშიც. ანუ როცა უცხოეთში მივდივარ, მიხარია საუბარი ქართველობაზე, რომ ქართველი როგორც ერი, როგორც ისტორია, ანუ სულ ამაყობ და ყოველთვის ვიამაყებ. ეს როგორც რაც შეეხება ქვეყანას. რაც შეეხება ჩემისათვის ქართულ ოცნებას, დიდი შანსი აქვს, რომ ქვეყანა სწორი გზაზე დააყენოს თუ მოინდომებს. ანუ აქვთ ამის საშუალება, ყავთ ხალხი, რომელსაც შეუძლია მოინდომოს და შეძლოს. მთავარია მონდომება. ანუ მხარდამჭერებიც ყავთ. მე არ ვიტყვი, რომ ხალხი მხარს არ უჭერს, ყავს თავისი მხარდამჭერი, მაგრამ ქართულ ოცნებას შეუძლია ძალიან კაი როლის თამაში ქვეყნის მომავლისთვის. ჯერჯერობით საკმაოდ ჭირს, რაც ფაქტია, მეც მეშინია, როგორც ბევრს ეშინია, ყავს დიდი ოჯახი, ცხოვრობი ამ ოჯახს რო გაუფრთხილდე, ანუ ჩემაც ვინახავ მიუხედავად იმისა, რომ მაქვს სურვილი გამოვთქვა, მაგრამ არ ვიძახი, ვერ ვიძახი, იმიტომ რომ არ არის ეს მარტივი. მაგრამ არ გვაქვს უფლება, რომ ქვეყანა დავღუპოთ. ერთი შეცდომა შეიძლება სხვაგან წაგვიყვანოს, როგორც ჩვენ ისე ქვეყანა და სადღაც აი ახლა მდგომარეობაში ვართ რა. ანუ ჩემის აზრით ქართულ ოცნებას აქვს იმის საშუალება, რომ ქვეყანა წაიყვანოს ძალიან წინ. მე არ ვიძახი, რომ არაბული ინვესტიცია ცუდია, პირიქით. უნდა მოვიზიდოთ. ახლა 6 მილიარდი პატარა თანხა არ არის. ნამდვილად. თან შეიძლება ვიღაცისთვის არც ბევრი არ არის. ანუ რეალურად გაკეთებადია ეს. რას მოიტანს შედეგს, ალბათ კაია ქვეყნისთვის, ეკონომიკას დაეხმარება, რაღაცა გაძვირდება ფაქტია. ახლა საქართველოში რომ ადამიანები აღარ დარჩნენ, ეგაც ფაქტია. ანუ სამუშაო ძალა აღარ დარჩა. ანუ ის რომ ინდოელი, პაკისტანელი უნდა შემოვიდეს, ეგაც ფაქტია. ეს ხდებოდა პოლონეთში, ეს ხდებოდა სხვაგანაც. ანუ ქვეყანა იქ არის, სადაც თქვათ აღმოსავლეთ ევროპა იყო რაღაც დროის უკან. ქართულს ურჩევნია გერმანიაში წავიდეს, სანამ ამის საშუალება აქვს. თუ ჩაეკეტება საზღვარი, საწავო მაშინ არ ვიცით, მაგრამ ხო ანუ მე მირჩევნია ევროპული ყოფილიყო ინვესტიციები. სხვადასხვის მე მუშაობდი AES-ში თავის დროზე. როცა ამერიკული კომპანია იყო, თან მსხვილი იყო და წამოვედი იმ დროს, როდესაც რუსებმა იყიდეს ეს კომპანია. საკმაოდ მტკივნეული იყო ის მომენტი. და ნებისმიერი ევროპული კომპანია, რომელიც საქართველოში შემოდის და მერე მიდის, საკმაოდ მტკივნეულად ტოვებს ხოლმე განცდას, რომ ანუ ის უფრო გამჭვირვალეა, უფრო იქ მიდის, სადაც ღირებულებას ხედავს. შენებლობის სექტორს, სოფლის მეურნეობის სექტორს გავცდებით და მაგალითად თუნდაც არ ვიცი, NVIDIA-ს მსგავს ინვესტიციებს მოვიზიდავთ ჩვენს ქვეყანაში და უფრო, ესე ვთქვათ, ინოვაციური ეკონომიკისკენ გადავდგამთ. შენებლობა კარგია, მაგრამ აი ნახტომი არ არის. ინოვაციებში ჩადებული ენერგიამ შეიძლება 10-ჯერ უფრო წინ წავწიოს. აქ საქართველოშიც არიან, ანუ ნიჭიერი ხალხი ვართ, ხო? შეიძლება იდეა დაიბადოს, არ ვიცი. საკმაოდ ცდილობს, ხოდაშორის ინოვაციების სააგენტო ცდილობს გარკვეული როლი ითამაშოს და აი დასამალი არ არის და ბევრი სახელმწიფო სააგენტო არის, რომელშიც მათ შორის ჩვენს, სადაც მუშაობ, დიდი როლი გვითამაშია, რაც მაგალითი არის ბევრისთვის. აწარმოებს საქართველოს, GTAC, Rural Development Agency-ს, ანუ მაგალითი არის გარკვეული კუთხით. პრობლემა ყველას აქვს. მაგრამ ცდილობენ, მუშაობენ, ანუ ქვეყანას შეუძლია, სახელმწიფოს შეუძლია მსგავსი სისტემების შექმნას და ამუშაოს.